როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერია ყოველ სემესტრულად ახორციელებს სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომელიც მოიცავს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1280-მა სოციალურად დაუცველმა 500-მა სტუდენტმა მრავალშვილიანი ოჯახიდან და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ჩვენ ასევე გავცემთ სტიპენდიის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომელიც ამ ეტაპზე უნიკალურია, შესაბამისად მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასევე გაიზრდება ხარისხიც. ამ რეფორმის პარალელურად ვიწყებთ მუნიციპალური პროგრამის შინაარსობრივ განახლებას, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან გეგმავთ ორ მნიშვნელოვან სიახლეს სტუდენტებისთვის. წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია გაიზრდება და სემესტრულად თქვენ იცით რომ იყო 562 ლარი, ნაცვლად 562 ლარისა იქნება 1000 ლარი, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო აამაღლებს სტუდენტების мотивაციას. ვქმნით ასევე ახალ პროგრამას სახელწოდებით ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის. პროგრამის ფარგლებში კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომელიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციურ იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ. მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა ყოველწლიურად განხორციელდება. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საჭირო ცვლილებებია. თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ჩვენი ახალგაზრდების საგანმანათლებლო და პროფესიულ წინსვლას. ჩვენ გვაქვს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროგრამა, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვერდით დაუდგებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას და თანადგომას. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი.